გისმენთ? გია. ტელევიზორს მოგცივდეს. გამარჯობა, მოგესალმებით. გვინდა აფხაზების ოსების შემოგრიგებაც და პირველ რიგში ქართველების. ტელევიზორს მოშორდი ოღონდაც, გისმენ? მოშორებული ვარ, სხვა პარტიისგან გელაპარაკები რა. გისმენ? მივესალმებით თათიას. ძალიან კარგი, თათია. სალამი ღვთის არის. ეხლა რა მინდა იცი თქვა, არის რაღაცა სიტუაცია, სადაც ადამიანები რაღაცის შემდეგ უნდა ალბათ გონს მოვიდნენ, რომ ამ კონფლიქტით, რომელიც რაღაც აი მართლა ისე მოხდა, რომ რაღაცები შეიძლება ადამიანი დაჭდე და ამის თაობაზე ბევრი ისაუბრო და არაფერი რეზიუმე არ გაკეთდა და ამ ყველაფრით, ამ конфликтით ისარგებლოს ნებისმიერმა ოროტულ ადამიანმა, რომელიც შეიძლება უცბა ჩემსტრე იყოს და მონსტრე იყოს ამ ყველაფერს. აქედან გამომდინარე, მე ვთვლი, რომ არც თათიას თქვათ მის ოჯახს, ან თქვათ მის მშობლებს, ან მის მეუღლის მშობლებს, რომლებსაც მე ვიცნობ უყველას და ეს გაირკვა მას შემდეგ, რაც მე და ჩემ მეგობარს შორის პრივატ ლაპარაკიდან გამომდინარე, რაღაც ისეთი სიტყვებით იქნა მოხსენიებული ჩემგან თათია, რომლითაც მე მაგალითად ხო შემიძლია გულწრფელად თქვა, რომ ეს რომ გაიგო თათიამ, რომ ესე იქნა ჩემგან მოხსენიებული, მე მართლა გული მткиვა, რომ დავწყვიტე გული ამაზე მართლა. იმიტომ რომ არ არის ჯერ ესეთი ის მე ეხლა მინდოდა რომ შვილოთი მიმართა, მაგრამ არ მინდა რომ ვიღაცის ქილიკის საგანი გახდეს. ჩვენ დიდი გოგოები ვართ. ხო და არ მინდა ეხლა ესეთი, იმიტომ არა, მეწყო დიდი გოგო და ფათაშორის ამ ჩემ გოგოებს ამის გამო ისეთი ტალახები ესროლეს. ნამდვილად. ხო და დავასრულოთ რა, ეს სიზულელე. ისინი არაფერ შუაში არ იყვნენ, როგორც მაგალითად შეიძლება. კარგი, მოდი ესე გავაკეთოთ. არა, ერთი წუთით დამამთავრებინე, როგორც მაგალითად თათიას მშობლები შეიძლება არაფერ შუაში არ იყვნენ, თათიას მეუღლის მშობლები არაფერ შუაში არ იყვნენ, გაიგე და ეს ახლა რა მინდა იცი რომ ამ ეტაპზე როგორც რა ვიცი თვითონ თათია როგორც ჩათვლით საჭირო მე პირადად არ მომწონს ესე მე არა ვარ ის ადამიანი რომ ვინმე აუგად მოვიხსენიო და ან რაღაცა დავპირდე მუქარი არც სამართალთან დგომის მეშინია მე იმიტომ რომ სამართლის წინაშე სამართალის გულისთვის მე მილიონ რამეში გამომივლია იცი და ორივე ამბობთ ერთი და იგივეს რომ ფაქტების გარეშე ხა ესეც იგივეს ამბობთ იგივეს არ ვამბობთ აშკარად ხა მე კარგი მითხარ დაასრულე შენ მაშინ გია ოღონდ ხოთი საეთერო დროა და მინდა რომ ჩამოყალიბო ერთი გასაგებია ჩემგან რომ ოჯახის მიმართ ნამდვილად ძალიან უხერხულია ეს ყველაფერი ერთ რამეს გეტყვი მაშინ დამამთავრებინე მე არ ვსიამოვნებს ეგეთ მდგომარეობაში ყოფნა ამ ადამიანთან არ ვიშველიებთ რომ მისი მშობლები ჩემი დაანახმებლები არიან თუ არა ან მისი მეუღლის მშობლები არ არიან ჩემი მშობლები თქვენი ახლობლები მე ვარ პირდაპირ ამ ადამიანთან არავითარი მნიშვნელობა არ აქვს ეს ვინ არიან მისი მშობლები თუ არ არიან ეხლა ჩვენი ურთიერთობა რახან არის უბრალოდ ერთი კითხვა მინდა მას დაუსვა რომ თუ არა შეფიქილება მართლა შეიძლება დაეფიქრა ამ ადამიანს რომ ამე ცუდი გამკეთებელი ვიყავ მე ამ ადამიანისადმი და არა იმ პრივატული რაღაცის გარდა რა ხო მე იცი რა მე რომელზეც მე გულახდილად ვამბობ რომ გული მწყდება რომ ატკინე რაღაცა ამით და მეტი არა ეს ბოდიშია ბოდიში როგორ არ არის მე გეტყვი ქრისტიანულად როგორ ღმერთმა ორივე შეგვინდოს ჩვენი დანაშაული ჩემი წილი რაც მათ მე შემინდოს მე რატომია თქვენ უხდით ბოდიშს თათიას და თათი ადამიანი გიხდის ბოდიშს ხო არ ვიცი ესეთი ფორმით ბოდიშის მოხდა არ ვიცი ორივე ჩვენ არა უბრალოდ მე ბოდიში მანდ არ გამიგონია გარდა იმისა რომ ხო ამ ადამიანს ხო არა აბა მე მართლა არ გამიგონია მე გავიგე რომ ორივეს უნდა შეგვინდოს თურმე ღმერთმა არა დასაწყისში გითხრა რომ და თან არც აღიარებს ხო ადამიანი ხო რაც ილაპარაკა ჩემ მიმართ და როგორც მომართა ხო და თქვა რომ მე არ გამიკეთებიაო არ გამიკეთებიაო მე არ
მილაპარაკე. თქვა რომ მე ვილაპარაკე და რა მოხდაო და ხო შეიძლება შევკავ პირდაპირ ეთერში ადამიანი რომელსაც ბატონმა გიამ ბოლო გადაწყვიტოს თქვა თუ არა ის რაც თქვა და ნანია არა და იხდის თუ არა ბოდიშს. გია ბოდიშს იმიტომ რომ თათია ამბობს გია გესმის ჩვენი ეთერი? არა, აქეთკენ ვარ და არ მესმის რა საუბრობ. ხო და იცი რა არის კონკრეტულად ეს არის ბოდიში, ვთქვა, მოდი აღარ გვინდა ის გამიკეთებია, ეს გამიკეთებია, არ გამიკეთებია, რომ დღეს რომ დავასრულოთ საერთოდ ეს თემა და საზოგადოებას დავესვით. არა, მომისმინე გული რომ დამწყვიტა რომ გულის ტკივა ეს არ არის ბოდიში. ამ კონფლიქტურ სიტუაციაში ყველა თავისი წილი დანაშაულია. გასაგებია. ეგრე არ არის რომ მარტო ბატონო მე ჩემი წილი რაც ამას ჩემი წილი დანაშაულისა იმაზე შემილია თხოვო პატიება ადამიანს. აი, მადლობა. თათიას თვითონ თათიას თუ ვერ გნოს დამნაშავეთ რაღაცაში ეს მანულა დააფიქსიროთ იგი არ გწევს და აქედან გამომდინარე იქნება ჩვენი ურთიერთობა მომავალში და მე რაინდულად დავრეკე და როგორც წესი იყო ესე დავაფიქსირე და ათი თათიაზე არის როგორც თვითონ თუ იღებს ამბოდის და თავისი წილი გაურკვეველი ნათქვამი რაც ამბოდიშოა ის თუ თulis ამას მაშინ პროექტო თუ არ თulis მაშინ მე ისე ჩათვალე რომ მე მოვიხადე ის რაინდულად ბოდიში რაც კი ბატონო თქვენ ხალხანაც ხო გჭირდება ჩვენი ურთიერთობა მაგის პასუხიდან არის გამომდინარე. კაი, მადლობა გია, დიდი მადლობა. ეხლა მე ვფიქრობ რომ ადამიანმა თქვა ბოდიშს ვიხდიოთ. ხო, რამდენიმე კომენტარს გავაკეთებ ოღონდ ამ ბოდიშს, იმიტომ რომ იცით ბოდიშის მოხდასაც თავისი ფორმა აქვს, იმიტომ რომ ეხლა სხვა თუ არაფერი მთელი საზოგადოებათვის ის იყო ძალიან მიუღებელი, ხომ? ასევე მისი მხარდაჭერებისთვის რაც მოხდა. ადამიანმა როდესაც იმაზე ხა ჩვენ არ კონფლიქტი. ხო, არა, კონფლიქტის სახით არა, მაგრამ ეხლა რაღაც კომენტარები. არა, მოდი შევთანხმდეთ ერთ რამაზე. ადამიანი რეკავს, ახლა ადამიანი რომელიც არის საკმაოდ უკვე რაღაც ხა საქართველოსთვის გია კორკოტაშვილი არ არის ვიღაცა, ხო? გარეკა და მოგიხადა მოლაპარაკეთ და სამ კომენტარს გავაკეთებ და ეთერი არ არის დაკავშირებითაც. უსასრულო, იმიტომ რომ მეორე სტუმარიც არსებობს, იმიტომ რომ შენ დააგვიანე და ხუთი დაკავშირებითაც ძალიან კარგია რომ გული წყდება და გულის ტკივა იმასთან დაკავშირებით რომ მე მაწყენინა თუ მატკინა, მაგრამ ჩემი აზრით ეს მარტო მე არა ვარ აქ, ხო, ზოგადად საზოგადოების მიმართ არის, რა თქმა უნდა, ველოდი ცოტა სხვა ფორმით ბოდიშს და ცოტა სხვანაირს, იმის გათვალისწინებით რომ სამჯერ შეიცვალა ჩვენება და ხან არ იყო მისი დაწერილი, ხან იყო და რა მოხდა და ასევე მინდა აღვნიშნო, ხო, ასევე მინდა აღვნიშნო, ჩემი ოჯახი, მისი ოჯახის ახლობელი არ არის და არც ეს, მოდი, ნუ დავაფიქსირებთ ამას ჩემი მშობლები